იყო 100,000 ფილისებთ 20 მეტრი ხსენება. როგორი დრო იყო, არა? ურთულესი დრო. იქ ხარაზმელები. იქით მერე მონღოლები არა, დაიწყო მერე შემდგომში. როგორი რთული დრო გავიდა რა. რა არ უნახია საქართველოს ისტორია რა. ბოლო რამოდენიმე დღე სულ რატომღაც მახსენდება წმინდა მოწამე ცოტნი დადიანი აფსარებელი. აი როგორი იყვნენ, როგორი იყო საქართველო იმ დროს მე-13 საუკუნეში, მე-14 საუკუნეში. ეთქვით რატომ მახსენდებოდა ეს დღეებში წმინდა ცოტნე დადიანი. აი თუ თქვენ ალბათ მეტნაკლებად გახსოვთ არა როგორ ხდებოდა მაშინ ყველაფერი. შეთქმულება იყო ხო? მონღოლთა ბატონობის საწინააღმდეგო. მაგრამ ვიღაცამ აუწყა რომელიღაც მოღალატემ და გაიხსნა ეს შეთქმულება. მიუხედავად იმისა, რომ ცოტნე დადიანი უკვე ძალიან შორს იყო, იქიდან უკვე დაიჭერეს შეთქმულების მონაწილეები, მაგრამ ცოტნემ მანამდე უკვე წასული იყო. სადღაც სამეგრელოს ტერიტორიაზე იყო. რა გააკეთა ხო გახსოვთ არა? დაბრუნდა და როგორ აწამებდეთ ხომ იცით არა? დავადებს. აუშვია თაფლი ყველაფერი და სისხლში ყველაფერში დატოვეს ეგ შეკრულები რა. საშინელი წამება. არ ჭამდნენ, არ სვამდნენ და თან ესე იგი კმედავდნენ ეს კრაზანები და რაც იყო რა ყველაფერი რა. მოვიდა. არდგა მონღოლთა წინაშე. მოხსნა თავის სამოსელი ყველაფერი და მათ თავის მეგობრების გვერდზე დადგა და რა მოხდა მერე ხომ იცით რა? გაოცებულმა მონღოლებმა არა მხოლოდ მისი სიმამაცით, არა მხოლოდ ცოტნე, სულ ყველანი გამოუშვეს რა. ურჯულო სასტიკნა მონღოლებმა დააფასეს მისი ერთგულება, ცოტნეს ერთგულება, სიმამაცე, ვადა ვაშკაცობა დააფასეს რა და გამოუშვეს სულ ყველანი რა. მიუხედავად იმისა, რომ უკვე სიკვდილი ელოდებოდა მათ. და დღეს რა ხდება საქართველოში? ერის საუკეთესო შვილები შიმშილობენ, რათა გაიმარჯვოს სიმართლე, უსამართლოს დებოდა. მონღოლები არა, ქართველები არ გამოდიან. მათი სანუგეშებოდ. ესმით? აი რა მოხდა რა? რა ხდება წარმოვიდეთ რა. ესეთი სიცივე, სულიერი სიცივე, უნგრილობა, იგივე სისასტიკე რა დავარქოთ რა. და ეს ყველაფერი გასაკვირი არა, ბოლო წლები სულ ეს იყო არა? ვინ სცემდა, ვინ კლავდა, ვინ აუპატიურებდა ბოლო წლების მანძილზე. ხო ნახეთ რა ხდებოდა საქართველოში? მონღოლები, სარკინოზები, თუ ვინ? ჩვენი ხელით ხდება ყველაფერი უბედურება რა. სად გაქრა სიყვარული? სად გაქრა ვაშკაცობა? ერთმანეთის პატივისცემა. სად გაქრა ეს ყველაფერი? როგორ ხდება რომ შენი ცვირის წინ აცებ და ქალები უმეტესად შიმშილობენ და თქვენ არ გამოდიხართ უბრალოდ სანუგეშოთ რა. სადაა ადამიანები რა? ჩოხის ჩაცმა რო უყვარ. ბევრი ლაპარაკი რო უყვართ რა. ჭიქის აწევა რო უყვართ საქართველოს გაუმარჯვოსო.
სად არიან სუყველანი? გამოდის რომ ყველა თავის ყავს უფრთხილდება. ყველა თავის თანამდებობას უფრთხილდება და სამუშაო ადგილს უფრთხილდება ყველა. აი რა დღეში ვართ უკვე ჩვენ. როგორ მოვედით ამ დღემდე ჩვენ? აი ამაზე უნდა ვიფიქროთ რა. ამათი სოფხედველობისა და თანამდებობის მძევლები გახდით ჩვენ სუყველანი რა. აბა ერთი იეღოველი დაждდებოდა მანდ ერთი რა. აცისპერი დაждდებოდა პროტესტის ნიშნად ერთი. მთელი საელჩოები რაც არის საქართველოს სუყველანი მანდ იქნებოდა ელჩები რა. არასამთავრობო ორგანიზაციები ატეხავდნენ ეს მაურსა. რო არ ვიცი რა. და ქართველი მამულიშვილი თუ აწყადებს პროტესტს ეს არაფერია რა. გინ მოკვდით მათ შიმშილით რა. ფეხებზე კიდევ. აი ამიტომ ვამბობთ რა, ამაზე უნდა ვიფიქროთ რა. როგორ მოხდა? ურჯულო მონღოლებმა აფასებდნენ თავდადებას. და თანამედროვე ქართველებმა არა. აი ამაზე უნდა ვიფიქროთ. რაღაცა სულიერი დეგრადაცია მოხდა აი ამ ბოლო 20 წელიწადში ჩვენში. ბევრი რამე ჩვენ დავკარგეთ, რაც ქართველებს ალამაზებდა. რაში იყო გამორჩეული ქართველი სხვაერებს შორის. იმიტომაც უკისრია მას ღვთისგან ეს მისია. ბოლო ჟამს გადაგება მესიანური როლი საქართველოში. აი ამაზე უნდა ვიფიქროთ ჩვენ სუყველანი შემოგარგება. და მსოფლიო თქვენის დღეს რა დღეშია? აი დღეს ჩვენ წავიკითხეთ არა ლუკას სახარება. მოვიდა უშუქი, გადევდა ეშმაკები. ადამიანისგან ნორმალური გახდა ადამიანი. მაგრამ ახლა სოფლებიდან ხალხი მოვიდა რო ნახარო. აი ეს ადამიანი ხო განიგონდა ხო ჯამთელის დისდა, მაგრამ ამოდენა ღორები რო დაიღუპა რო. ხო გაბრაზებული თქვა ის შენჭირმე. წადი რა აქედან რა. იესოს უთხრეს რა. წადი რა. რატომ თქვეს ის ხომ იცით? აღიარეს სასწაული როგორ არა? დღესაც არ ხდება სასწაულები? მე რამდენი თვეა მირონის დის სურნელოვანი მირონი ხატებიდან რა. გეკითხების რამე არის რეაქცია? არაფერი. დუმილია რა. იმიტომ რომ არ აინტერესებს ეს ნიშნავს რომ ღმერთთან უნდა მიახლოვდე. არ უნდა ეს. უნდა ეს შეიცხოვრონ როგორც ხოში აქვთ რა. როგორც ცხოვრობენ საზღვარგარეთ ასე ვთქვათ. ბარდაკი რო არის რა. გარყვნილების იმაში ტბაში რო არიან რა. იქამდე მოვიდა რომ ეს მუსულმანი ტერორისტები იმათ უკვე უწოდებენ წარმართებად უწოდებენ, გესმით? ყოფილი ქრისტიანული ერები. წარმართებად უწოდებენ. როგორ მოხდა რომ ისინი ჩვენ ესეთი რამე ტერმინებით ლანძავენ. წარმართები. იმიტომ რომ ხედავენ ამ არნახულ გარყვნილებას. და უარგის ცხოვრებას. ეს არის და ეს არის. აბა რა უნდა გვასწავლოს დასავლეთ? აი მაგათი სავიზიტო ბარათი რა. შიშველა მეძავი ალუმინის ტრუბის ირგვლივ როცა ეკვავს რა. აი ეს არის ამათი სავიზიტო ბარათი რა. მამათმავლობა, მეძავეობა და უაზრო ცხოვრება. აი ეს არის თანამედროვე დასავლეთი რა. რომელსაც უწოდებენ ცივილიზებული სამყაროს რა. ეს არის ცივილიზებული სამყარო. ამისი მაგალითი უნდა ავიღოთ ჩვენ ამათგან, მითხარი. აი როგორც ამათმა თქვეს იმ ქვეყნის ამ ხალხმა რა სოფლელებმა რომ გადი ჩვენგან არ გვინდა რა. არ შენი სასწაულები არ გვინდა არც არაფერი. დღესაც იგივე ხდება. არ სჭირდება მათ არც სასწაული, არც არაფერი რა. აი ეს არის და ეს არის შემოკარგებო რა.
ბევრი რამე კი არ შეიცვალა რა. ბევრი რამე არ შეიცვალა რა. მათ არ სჭირდებათ ქრისტიანობა და ქრისტიანული მსოფლმხედველობა, იმიტომ რომ უნდა იცხოვრონ ესე, როგორც მათ უნდა იცხოვრონ. სულიად თავისუფლად, რაც უნდა ის გააკეთონ, რაც უნდა ის იფიქრონ, გინ უნდა პატრიარქი გალანძღონ, გინ წმინდანებზე კარიკატურები დახატონ, რაც უნდა გააკეთონ, აი თავაშებულება, ესეთია ეს. უზნეო ცხოვრება რა. გარყნილი ცხოვრება. აი ეს არის მათი ცხოვრების სტილი რა. და იძახენ რომ ეს კარგია, უნდა მიბაძოთო რა. და სულ უფრო და უფრო კარგავს ქართველი თავის თვითყოფადობას. თავისი სულიერ სახეს კარგავს უფრო და უფრო. რაც უფრო დრო გადის. აი რა მოგვიტანა ჩვენ ესეთი გუნური დაახლოება დასავლეთთან, გესმით თქვენ? ზნედაცემულ დასავლეთთან, თორემ კარგი მან ბევრი არის, მაგრამ სამწუხაროდ კარგი რაც არის, ის იმას არ იღებენ. პირიქით, ყველანი სიბინძურე მკვიდრდება და კარგი წესები და ყველაფერი თუ რამე არის, ეს არა. ეს იგივეა, როცა ჯანმრთელი ადამიანი დაიწყებს მეგობრობას ავადმყოფ ადამიანთან. მისი ავადმყოფობა ან ახლო ურთიერთობის შემდეგ გადავა იმას ჯანმრთელ ადამიანზე და ვისი ბრალი იქნება გიკითხები? იმ ჯანმრთელი ადამიანის ბრალი იქნება. შენ ხომ იცი რომ ის ავადმყოფია? რატომ დაუახლოვდი ესე მაგას? იმიტომ რომ მაგას ლამაზი სამოსელი ეცვა. და ამ სამოსელის ქვეშ რა იმალებოდა ეს არავითარ როგორც უფალი ამბობს რა. და შეღებილი კუბოები გევხავთ, კუბოს გევხავთ თქვენ. გარედან რო შეღებილია კუბო, პრიალებს და შიგნით კიდე სავსეა დამპალი ძვლებით და ყველაფრით რა. აი ასეთია დღევანდელი თანამედროვე დასავლეთი რა. აქედან იბადება ამ პროპაგანდის და ეგრეთ წოდებული მასობრივი კულტურის შემდეგ იბადება ყველანაირი ურძნოება, გულგრილობა, უპრინციპობა. ადამიანებს არ აინტერესებს უკვე არც სარწმუნოება, არც ზნეობა, არც თავისივე მშობლიური კულტურა. არამედ აი ეს რა. გაუთავებელი შოუ და ეს ტრუსიკიანი გიჟი ეს მომღერლები რომ ცეკვავენ სცენაზე რა. და ინგლისურ სიმღერებს რომ ღერიან რა. და უნდა რომ ეს საქართველო გახდეს აი ზნედაცემული დასავლეთის რაღაცა გარეუბანი რა, რაღაც რეზერვაცია რა. ბევრჯერ ამბობ და კიდევ გავიმეორებ ჩემო კარგებო რა. აი ამ უცნობო ამ ბოროტ ძალებთან ჩვენ ომი ეს ომი ახლა რომელიც მიმდინარეობს, აი ხო ფაქტობრივად წავაგეთ რა. ფაქტობრივად ჩვენ წავაგეთ, ვერ ხედავთ როგორ თითქოს უძლურები ვართ რა. მაინც ამათი ეს კატოკი რა. რომ მიდის და ასწორებს ყველაფერს რა ესე რა. თუ რამე აი არის მშობლიური, რამე კარგი, რამე არის ჩვენი კულტურა, ჩვენი ზნეობა, ჩვენი თვითყოფადობა, რასაც ქვია რა. მაგრამ ღმერთმა ამასობაში იცი და დაგვანახა ჩვენი უძლურება. უძლურება. რომ ჩვენ არ ვივამაყოთ, რომ ნახეთ რა რამდენი ტაძარი აშენებული, რამდენი მგლებია და ეს შემდეგ ასე შემდეგ. ეს ჯერ ბევრ ყველაფერზე არ მეტყველებს რო იცოდეთ ჩემო კარგებო. ტაძრების სიმრავლე. ტაძარში შემოდიან ბევრი ადამიანები, იჯვას იწერენ ყველაფერი. მე ეს ადამიანები რომელიც ღებულობენ ბიბლიას იწერებენ, იწერენ და დიდი სანთლებით დგანან ეკლესიაში და მე ისინი იღებენ ანტიეკლესიურ კანონებს. იღებენ კანონების, სადაც უკვე ეს რა ვიცი. მამად მავლობას უკვე აკანონებენ მამად მავლობას და ასე შემდეგ რა. ესე თუ წავა საქმე, მე დააკანონებენ კიდე ერთსქესიანთა ქორწილებსა და ასე შემდეგ რა.
ეს იქნება საქართველო? ესეთი საქართველო უნდა გავწინდეს? ეს იქნება საქართველოს გავწინება? მე თვითონ დაგვეპაროს ხალხო. ესე არ გავწინდება საქართველო. საქართველოს გავწინებაში სულ სხვა რამე იგულისხმება. სულ სხვა რამე. ენა მამული სარწმუნოება. აი რა არის საქართველოს გავწინება? როცა ქართველი ხალხი ამ უიმედო მდგომარეობაში მაინც ამ ვოროთ და გადაგვარებულ ძალებსთან ბრძოლაში მაინც გაიმარჯვებს რა. აი ეს იქნება ღვთის სასწაული და წავა თავისი გზით და გამწინდება საქართველო. თორემ ეს მდგომარეობა რომელიც ჩვენ ვიყოფებით დღეს სრული აი ესე გეუბნები ტუპიკი რა. ზნეობრივი ეკონომიკა ყველანაირი ტუპიკი რა. რასაც ქვია რა. ასეთი საქართველო არ გაბზინდება. საქართველო გაბზინდება მაშინ როცა ჩვენ თავრობაში და ყველგან გვექნება მართლა ქართველი მართლმადიდებელი ქრისტიანები ვეყოლება. აი მაშინ გაბზინდება საქართველო. თორემ პიჟვრის გადაწერა და სათლისათება ყველა მიცის რა. მაგრამ ისე ვიმეორებ, ეს ბევრი ესეთი ადამიანი ვინც პიჟვარს იწერენ და დიდ სათლებს ანთებენ. მერე ანტი ეკლესიურ და ანტი ეროვნულ კანონებს ღებულობენ რა. აი ესეა. შემოგარგებ ჩვენი სამწუხარო ჩვენი ესეთი მდგომარეობა დღევანდელი რა. მაგრამ როგორც ყოველთვის ვამბობ, კიდევ ვიმეორებთ. შეუძლებელი კაცთათვის შესაძლებელია ღმერთისთვის რა. დაუშვა ღმერთმა ეს ყველაფერი, მაგრამ ნახავთ თქვენ ყველაფერი დავთავდება ქართველი ხალხის გამარჯვებით. გამარჯვებით. და აი ეს ანჯვა და ეს უღელი მოშორდება საქართველოსაგან. ამოისუნთქებს მთელი ერი და წავა თავისი გზით. ეს კარგად დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები რა. მიუხედავად ამ უიმედო ჩვენი მდგომარეობისა რა. დაგლოცოთ ღმერთმა. გაგახარდა გაგაზიარო. იქით ორშაბათს უკვე გიორგობა, ჩემო კარგებო. დიდებული ჩვენი დღესასწაული. და მომემზადოთ ამ დიდებულ დღესასწაულისთვის რა. დაგლოცოთ ღმერთმა, გაგახაროთ და გაგაზიაროთ. ხო, ну ეს ის ვიცი ხო. აი ზოგჯერ საავდომო კვერცხებზეც გადმოდის მირონსავით ესეთი სითხე რა. ხდება ესეთი სასწაული რა დასამალე რა. ჯერჯერობით გეუბნებით რა. ამ ხელა სასწაული ხდება რუსთავში ხო? ამდენი ხადებიდან ზდის მირონი. ამაზე ხო უნდა მარტო საქართველოს კი არა, მთელი მსოფლიო უნდა გაიგოს. რა მადლია საქართველოში. და მის ნაცვლად რომ ჩვენი ტელეარხები და ამაზე ილაპარაკონ, რაც უფრო და უფრო მეტმა ხალხმა ამაზე გაიგონ. სულ სხვა რამეაზეა ლაპარაკი რა. აი, დაუკვირდით რა მოხდა ეხლა პარიზში რა. ეს საშინელი ტერაქტი როგორი მოხდა პარიზში რა. ცოტა ხნის წინ გახსოვთ თქვენ რა მოხდა ცოტა ხნის წინ. ეს უტვინო რედაქტორები რაღაცა გაზეთისა რა. დაუბეჭდიათ კარიკატურები. მანამდე დაუბეჭდიათ კარიკატურები იესოზე. იესო ქრისტეზე. ისოდელზე ეხლა ნუ ამათ ეკო ესეკე. უმის ამღები მათ ხო არ არის უკვე მიაჩვევინეს უკვე რა. ისინი ამას თავისუფლებას უწოდებენ. გესმით თქვენ? მერე დაბეჭდეს კარიკატურები მუხამედზე. ამას არ აპატიეს. მუსულმანები. და რამდენი 10-15 ადამიანი მოკლეს. რამე დასკვნა გაკეთდა არაფერი. სულ ყველანი გამოვიდნენ ათასობით ადამიანი, ჩვენ მაგ გაზეთ რედაქციას მხარს უჭერთო. ესა ვართო და ესა ვართო, ესა ვართო. ხო გახსოვთ თქვენ? ეგ არის. და ისევ ვიხსენებთ რაც სახარებას. უფალთან როცა მოვიდნენ და აუწყეს რომ სილოამის გოდოლი უფალო დავარდა, დაეცა და 18 ადამიანი დაიღუპა. რა უპასუხა უფალმა? როგორ ფიქრობთ თქვენ?
ეს 18 ადამიანი იერუსალიმში ყველაზე ცოდვილები იყვნენ, რომ მათ თავზე დაეცა ეს მოდრ. არა. მაგრამ ეს არის ნიშანიო. თუ არ მოინანიებთ, ყველანი ესე დაიღუპებითო. ეს არის დამიჯერეთ რა. ეს არის რა სინანული, სად არის სინანული გეუბნებით რა. როგორც გიჟები, უტვინოები რა. ავწელებენ ან ყველანაირ გარყვნილებას რა. და იქამდეც მოვიდა საქმე, რომ ისინი უკვე წარმართებად უწოდებენ ამ ყოფილ ქრისტიანულ ერებს რა. წარმართებად. რის გამო? იმის ამ არნახული გარყვნილების გამო. და პარიზი ხომ იცით თქვენ ახლა და ბუდე, პირველი ბუდე ამ ყველანაირი გარყვნილებისა იყო რა. ხომ იცით თქვენ? ყველა საზიზღრობა, მამათმალობა, მეძავება იქიდან წამოვიდა რა. და გავცელდა, ეხლა უკვე ესტაფეტა გადასცეს ამერიკას, ხო? მართალია. და ეს როგორც მაშინ ბაბილონი დაიჯდა, ბიბლიური, ხო გახსოვთ? ეს ბაბილონიც დაიჯება ღვთისგან. ეს მუსულმანების თავდასხმები რა არის, ჯერ არაფერია. და მერე დაიწყება ძალიან დიდი უბედურები, უფრო დიდი მასშტაბით ომები და უფრო დიდი მასშტაბით ბუნებრივი, ეგრეთ წოდებული ბუნებრივი კატასტროფები რა. როგორც მე გითხარ, ბევრჯერ ამ წლების მანძილზე გეუბნებით რა. დრო მოდის, რომ დაიწყება არნახული ყინვები. ესეთი ყინვები, რომელიც საერთოდ არ ყოფილა თან ისეთ ქვეყნებში, სადაც მსგავსი რამ არ ყოფილა საერთოდ. თოვლი და დიდი ყინვები რა. და ამის გამო სულ ნახავთ ლტოლვილებს რა. ელი ის კოლონები იქ სხვა ქვეყანაში გაქცეული. ეს ჩვეულებრივი რამე გახდება ლტოლვილები, დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა ხალხო. თქვენ ეს ნახავთ თქვენი თვალით ტელევიზიის მეშვეობით. როგორც ერთ ქვეყნიდან სხვა ქვეყანაში გაიქცევენ უამრავი 100,000-ობით ადამიანი. ზამთარში და ყინვაში და ასე შემდეგ რა. როგორც ომისგან, ასევე ბუნებრივი უბედურებისაგან რა. აი ეს დრო მოდის რა. გადარჩენა თუ გვინდათ, ჩვენ თავს უნდა მივხედოთ. ჩვენ თავს უნდა მივხედოთ. ომი ამ ბოროტ სატანასთან აქ უნდა მოვიგოთ ჩვენ საქართველოში რა. ეს არის უზნეობა და ეს თანამედროვე გოიმობა რა. ეს არის აი ამათთან ომი უნდა მოვიგოთ რა. რომელიც შავზე ეძახენ თეთრია. თეთრზე ეძახენ არა ეს შავია. და შენ გეუბნები არა შენც ეგრე იმსჯელე. და კარგად იქნები რა. შავზე უთხარი რომ თეთრია, აი მაშინ იქნება კარგი. არ უნდა გიყვარდეს სამშობლო, არ უნდა გიყვარდეს ეკლესია. უნდა გიყვარდეს მამათმავლები, იეღოველები, ბაპტისტები, აი მაშინ იქნება კარგი რა. რასაც იქაური ბიძები ბრძანებენ, ბრუსელიდან ამერიკიდან, აი ამათ დაუჯერეთ რა. აი თითქმის რომ ველაპარაკებიან, ჭვას რო გვასწავლიან რა. გეგონება აქ რაღაცა ველური ესე ტომი ცხოვრობს აქ რა. ჯუნგლები აქ და რა რა ვიცი. მუშმენები ვართ რა ვიცი ჩვენ. ვინ ვისასწავლის ჭვას? ზნედაცემული. მარკ მორწმუნეს როგორ უნდა ასწავლოს ჭვა? და ასე ეძახიან. რა კი ევროპიდან ამერიკად ჩამოვიდნენ, იმათ უნდა დაიჯეროთ რა. და თქვენ ეგ მშობლიური ყველაფერი ნაკლებად მნიშვნელოვანია რა. თავარი ის რა. აი ეს არის ეს იგი. მლიქნელობა, უღირსება და რა ვიცი, ურწმუნოება, ყველაფერი ერთად რა, ეს ნარევია ამისი რა. მერტმა დაგვეფაროს რა. ამ თანამედროვე გადაგვარებისაგან რა. აგლოცოთ ღმერთმა, გაგახარდა და გაგახარდა. ჩვენ აუცილებლად უნდა ვილოცოთ ერის საუკეთესო შვილებზე. და ჩვენი მამული შვილები და პატრიოტები დღეს შიმშილობენ რა. ამაზე უნდა ვილოცოთ უყველანი, რომ ღმერთი ძალა მოგწეს მას. რომ ღიაცის ქვეშ ეს სიცივეში და წვიმაში ზიადად შიმშილობენ, რათა გაიმარჯვოს სიმართლე რა. რათა საქართველოს დარჩეს რა. მაშინ თქვენ